თუკი ჩრდილოეთ კავკასიაში ვინმეს აქვს ქართველების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული, ეს პირველ რიგში ინგუში ხალხია. ისინი კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური მოსახლეები არიან. მათი ეთნონიმი, ანუ თვითსახელწოდებაა ღალღაი. სამწუხაროდ ინგუშებს დამოუკიდებელი სახელმწიფო დღეს არ გააჩნიათ და მათი სამშობლო მოქცეულია რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სუბიექტის, რესპუბლიკის სახით. დღეს ინგუშეთის ტერიტორია მოიცავს 4000 კვადრატულ კილომეტრს. BBC-ს ცნობით 2023 წლისთვის ინგუშთა რაოდენობა საკუთრივ ინგუშეთში განისაზღვრება 509,500 ადამიანით. მეტნაკლებად მცირე ჯგუფებად მკვიდრობენ შუა აზიასა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში. ინგუშები ჩეჩნების მონათესავენი არიან. ინგუშური და ჩეჩნური ენები კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან, ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად ხამხელებსაც უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ინგუშების, ღალღაელების წინაპარს ერქვა ღა, რომელსაც ორი შვილი, ღალღაი და ღაბერტე ჰყავდა. გარდა ღალღებისა, ინგუშების ლოკალური ტერიტორიული ჯგუფები იყო აგრეთვე ჯერახელები, ანუ ჯარიახელები, მეცხალელები, რომლებიც იწოდებოდნენ ქისტებადაც, ცორიელები, გალაშელები, ნაზრანელები. ქართული საისტორიო წყაროებით ინგუშები ღლიღვებად იწოდებოდნენ. მეზობელი ქართველი მთიელები მათ ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი ჩეჩნებსაც აღნიშნავდა. რუსულ წყაროებში მე-16 საუკუნეში ლარსის მიდამოებში მოხსენიებულნი არიან კალკანელები, რომლებიც როგორც სამართლიანად არის მიჩნეული, ღალღების რუსული ვარიანტი უნდა იყოს. რაც შეეხება სიტყვა ინგუშს, ის წყაროებში მე-18 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ანგუშტის სახელწოდებიდან, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოსთვის მოიხსენიება როგორც დიდი დასახლება. ეს სოფელი ტარსკის ველზე, დღევანდელი ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში მდებარეობდა. რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის ანგუშტის საშუალებით გაიცნეს და ხალხსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე ინგუშები დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ინგუშები ცენტრალური კავკასიის ავტოქტონური მკვიდრები არიან. სტრაბონის გეოგრაფიაში მოხსენიებულია ეთნონიმი გარგარეი. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ის მომდინარეობს ნახური სიტყვისაგან გარგარა, რაც ახლობელს ნათესავს ნიშნავს. სტრაბონთან გარგარები ლოკალიზებული არიან სწორედ ცენტრალური კავკასიის მცირე მთისწინეთსა და ბარში. ჭეშმარიტებასთან ახლოს უნდა იყოს მოსაზრება, რომ სტრაბონისეული გარგარები დღევანდელი ინგუშების წინაპრები არიან. არც მათი კავკასიის მთისწინეთსა და ბარში მკვიდრობაა გასაკვირი, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ირანული, თურქული და მონღოლური მომთაბარე ტომების თარეში ადგილობრივი ავტოქტონური კავკასიელი ეთნოსების მთებში შესახლებას იწვევდა. ინგუშური და ჩეჩნური გადმოცემებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ამ გადმოცემების თანახმად, მათი წინაპრები ებრძოდნენ იურტებში მცხოვრებ უცხოტომელთა დიდ ურდოებს. საისტორიო წყაროებით გარგარები აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ისტორიულ ალბანეთშიც არიან დაფიქსირებული და იქ მკვიდრი ერთ-ერთი ტომის სახელწოდებას წარმოადგენდა. მაგრამ სამხრეთ კავკასიელი და ჩრდილო კავკასიელი გარგარების ერთი ეთნოსისადმი კუთვნილების შესახებ ფაქტი მეცნიერულად არ დასტურდება. ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია მე-16-მე-17 საუკუნეებში დაიწყო. მათი მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტარსკის ველი და სხვა მიწები იყო მდინარე კემბელევკის ხეობაში. როგორც ჩანს, ინგუშების განსახლების არეალი, ეთნიკური ტერიტორია მუდმივი არ ყოფილა და ხშირად იცვლებოდა. დღევანდელი განსახლების არეალი კი მე-17 საუკუნიდან ჩამოყალიბდა.
მე-19 საუკუნის 20-იანი წლებისთვის ინგუშები ცხოვრობდნენ მდინარე არმხის, კამბელევკის, სუნჯის, თიან, მთისწინა და ბარის რაიონებში. მკვიდრობდნენ ასის ხეობაშიც. ინგუშებს მე-16-მე-17 საუკუნეებში უცხოვრიათ ლარსის მიდამოებშიც. მე-18 საუკუნის 20-იან წლებამდე ვაინახური მოსახლეობა აქ ოსურმა მოსახლეობამ შეცვალა. კლაპროტის ცნობით მე-18 საუკუნეში ოსები, რომლებსაც ეჭირათ ლარსი და მის მახლობლად მდებარე ჩმი და ბალთა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეზობელ ინგუშებს მიწის სარგებლობისთვის გადასახადს უხდიდნენ. 1927 წელს რუსი ეთნოგრაფის სემიონოვის მიერ ჩაწერილი გადმოცემების მიხედვით წარსულში ინგუშებს უცხოვრიათ ქურთათისა და დარგვის ხეობებში, საიდანაც ყაბარდულთა და ოსთა ზეწოლის გამო აყრილან და სანიბის ხეობაში დასახლებულა. შემდეგ კი ჩმის გავლით თერგის მარჯვენა ნაპირზე. იგივე შეიძლება ითქვას მდინარე არმხის ხეობაზეც, სადაც მე-18 საუკუნეში ოსები დასახლდნენ. ინგუში ხალხის ყველაზე აღმოსავლეთი ეთნიკური ტერიტორია ღალღაი მდინარე ასის ხეობაში იყო. მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლების მონაცემებით ღალღელებს სწორედ მდინარე ასის ორივე მხარე და მისი შენაკადის მდინარე ტობაჩოჩის ხეობა ეკავათ. იმავე წყაროს ცნობით ღალღაიში 55 სოფელი ყოფილა. ეთნოგრაფ გენკოს მიერ ჩაწერილი გადმოცემებით ზემოთ მოხსენიებული სოფლის ანგუშტის ფუძემდებელი ზაუროვების ინგუშური გვარი ყოფილა. ზაუროვების წინაპარს თანამედროვე ვლადიკავკაზის ადგილას დაუარსებია სოფელი ზაური, იგივე ზაურეგი. ღალღაელთა და ვაპიელთა ტარსკის დაბლობში მიგრაციის ფაქტები დადასტურებული აქვს აგრეთვე გერმანელ გიულდენშტედტს. შტედერის მონაცემებით ტარსკის ველზე 300-მდე ინგუშური გვარი იყო განსახლებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყაბარდოელთა მხრიდან ხშირი იყო ინგუშთა შევიწროების ფაქტები. ტარსკის ველზე ინგუშების დასახლება მე-19 საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე იარსება, როდესაც მისი მცხოვრებნი კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ სხვა მხარეს გადაასახლეს, ამ ადგილებში კაზაკთა სტანიცა, ეგრეთ წოდებული ტარსკაია გაჩნდა. ინგუშების მიგრაცია არა მხოლოდ ტარსკის ველზე, არამედ მდინარე სუნჯის რაიონშიც მიმდინარეობდა. დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში თუ შერეული ინგუშურ-ყაბულახური სოფლები იყო, მის დასავლეთ ნაწილში ინგუშურ-ოსური. ზაურეგს კლაპროტი ერთნიშნულოვნად ინგუშურ სოფელს უწოდებს. აქ ჩამოსახლებული იყვნენ გამოქცეული ოსური გვარებიც. ამ ადგილზე შემდეგ რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი გაჩნდა, რომელიც დღეს ოსეთის დედაქალაქია. ინგუშური იყო ასევე ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონიც. ჩვენ ამ საკითხებს სპეციალურად ცალკე გადაცემით მიუბრუნდებით. ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. ხელშეკრულება, რომელსაც ინგუშების მხრიდან ხელს 7 გავლენიანი გვარის წარმომადგენელი აწერდა, საშუალებას აძლევდა მათ გადასახლებულიყვნენ ბარში, რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლის პირობით. 1810 წლის შემდეგ ნაზრანის რაიონში და უფრო ჩრდილოეთითაც წარმოიქმნა მრავალრიცხოვანი ინგუშური დასახლებები. ინგუშების მნიშვნელოვანი რაოდენობა მკვიდრობდა სოფელ ტიმურსკოეში, რომელიც ვლადიკავკაზიდან 2 ვერშში თერგის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. 1816 წლისთვის ნაზრანსა და ნაზრანის ირგვლივ 93 პატარა ინგუშური სოფელი იყო 12950 მცხოვრებით. შემდგომში ნაზრანი ინგუშეთის ერთ-ერთ დიდ ცენტრად იქცა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ინგუშური მოსახლეობის უმეტესობა უკვე დაბლობში მკვიდრობდა. აქ ერთ საგულისხმო ფაქტს უნდა გავუსვა ხაზი, რაც დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის. 1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ვლადიკავკაზში მდებარეობდა. 1934 წელს ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეერთებული იქნა ჩეჩნეთის ავტონომიურ ოლქთან, ხოლო 36 წელს ჩეჩნეთ
ინგუშეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. ცალკე აღნიშნვის ღირსია და ამაზეც ცალკე მოგვიწევს გადაცემის გაკეთება 1954 წლის ინგუშების დეპორტაცია ჩეჩნებთან ერთად, რაც სტალინის ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს. ინგუშები დეპორტირებული იქნენ შუა აზიის რესპუბლიკებში, ძირითადად ყაზახეთში. შესაბამისად, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკას გაუქმდა და მისი ტერიტორია საქართველოსა და ოსეთს მიუერთეს, რაც სტალინის მხრიდან უდიდეს პროვოკაციას წარმოადგენდა. სტალინის ტოტალური რეჟიმის პირობებში ინგუშთა ეთნოსი გაქრობის საშიშროების წინაშე დადგა. მხოლოდ 1957 წელს აღადგინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ხალხიც ნელ-ნელა დაბრუნდა თავის მიწა-წყალზე. საქართველოსთვის მიერთებული მიწა ინგუშებს დაუბრუნდათ და ქართველებმაც უნაკლოდ დაუბრუნეს თითოეული სახლი და ქონება გადასახლებიდან მობრუნებულ, გაწამებულ ხალხს. მაგრამ რაც შეეხება იმ მიწებს, კერძოდ კი პრიგოროდინის რაიონს, რომელიც დაბლობის ინგუშეთის ნახევარს შეადგენდა, საბჭოთა იმპერიამ ეგრეთ წოდებულ ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუტოვა, რაც ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტის მიზეზად იქცა. ქართველებისგან განსხვავებით ოსებმა ინგუშთა კუთვნილი სახლები და ქონება უკლებლივ მიითვისეს და მათ არაფერი არ დაუბრუნეს. 1992 წელს რუსეთის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ოსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ჩეჩნეთის ომის გამო დაახლოებით 60,000 ინგუში დევნილად იქცა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგუშების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება იყო. მთაში წამყვანი მესაქონლეობა, დაბლობში კი მიწათმოქმედება. მოშენებული ჰყავდათ მთის პირობებთან შეგუებული ადგილობრივი ჯიშის საქონელი. ინგუშებში საქონელი ფულის ეკვივალენტი იყო. უფრო მეტად ორიენტირებულნი იყვნენ მეცხვარეობაზე. ცხვარი მოშენებული ჰყავდათ როგორც თუშური, ისე ყარაჩაული ჯიშის. ალპური საძოვრები ცხრის დიდი ფარების შენახვის საშუალებას იძლეოდა. მთისგან განსხვავებით, სადაც საძოვრებისა და ტყეების გამოკლებით მიწა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, ბარში მიწის სათემო საკუთრება არსებობდა. აქ სახნავი მიწის გადანაწილება ყოველ 3-6 წელიწადში ერთხელ ხდებოდა. მთაში წამყვანი სასოფლო სამეურნეო კულტურა ქერი და ხორბალი იყო. ბარში კი სიმინდი. ძველი ინგუშური სოფლები მთის ციცაბო ფერდობებზე და ჩაკეტილ ხეობებში იყო ხოლმე განლაგებული. ისინი ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან ვიწრო ბილიკებით იყვნენ დაკავშირებულნი. სოფელი ჩვეულებრივ 6-10 კომლისაგან შედგებოდა და ის ძირითადად ერთი გვარით იყო დასახლებული. ზოგიერთი გვარი ერთმანეთთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში მკვიდრობდა. თითქმის ყველა სოფელში იყო თავდაცვის, საცხოვრებელი და სათვალთვალო კოშკები. საცხოვრებლის გავრცელებული ტიპი ქვის ორსართულიანი სახლი იყო. ქვედა სართული საქონლის სადგომს წარმოადგენდა, ზედა კი საცხოვრებელს. სასტუმრო სახლი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იდგა. დიდი რაოდენობით გვხვდებოდა სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკებიც, რომლებშიც გაუყოფელი დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ. ძალიან ხშირად საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკები ერთმანეთის სიახლოვეს იყო. მათ მაღალი ქვის ღობე ჰქონდათ შემოვლებული. კლასიკური საბრძოლო კოშკები, რომლებსაც პირამიდული გადარხურვა ჰქონდათ, 5-6 სართულიანი იყო და მათი სიმაღლე 25-27 მეტრს აჭარბებდა. არა მარტო ინგუშური, არამედ ჩრდილოკავკასიელი სხვა ხალხების გადმოცემებში გვხვდება სახელგანთქმული ინგუში ხელოსნების, ოსტატების სახელები, ასე რომ ინგუშები კოშკებსა და სხვა ნაგებობებს არა მხოლოდ ინგუშეთში აშენებდნენ, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გადმოცემით ინგუშებს ბევრი კოშკი აქვთ აშენებული ოსეთში. კოშკების მშენებლობას ხშირად მთელი გვარები მისდევდნენ. ძველი დროიდანვე
ინგუშეთი სახელგანთქმული იყო არა მხოლოდ ქვის ნაგებობათა მშენებლობით, არამედ ქვაზე ჩუქურთმის კვეთითაც. კოშკების კედლებსა და საფლავის ქვებზე ინგუში მეჩუქურთმეები რთულ, ცხოველურ და მცენარეულ ორნამენტებს კვეთდნენ. უძველესი ტრადიციები აქვს ინგუშურ მეხალიჩეობასაც, რაც სამწუხაროდ ბარში გადასახლების შემდეგ თანდათანობით ჩაკვდა. შუა საუკუნეების ინგუშეთში განვითარებული იყო ასევე საიუველერო საქმიანობა. საიუველერო ცენტრები იყო ეკიგალი, ცორი, ერზი, ევლოი და სხვა. ინგუშები იარაღის შესანიშნავი დამამზადებლებიც იყვნენ. ფარი და მახვილი, საბრძოლო დანა, ხანჯალი, ხის შვილდისარი, ამ ყველაფერს დიდებულად ამზადებდნენ. დაბლობში გადასახლებამდე ინგუშების საკვებში რძისა და ხორცის კერძები ჭარბობდა. წარსულში მთებში პურს ძირითადად ქერის ფქვილისგან აცხობდნენ, ბარში კი სიმინდის ფქვილისგან. ისლამის მიღებამდე გავრცელებული სასმელი იყო ლუდი, რომელსაც ინგუშები სპილენძის დიდ ქვაბებში ხარშავდნენ. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგუშების ტანსაცმელი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიელი მეზობელი ხალხების. მამაკაცის კოსტიუმის სპეციფიური ელემენტი იყო თავსაბურავი, მაღალი ზედა ნაწილისკენ გაფართოებული ფაფახი. ფაფახის ამ ტიპით ინგუშები კავკასიის სხვა მთიელებისგან გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება ინგუშეთის მოსახლეობის სოციალურ ყოფას, სოციალურად ისინი დიფერენცირებული არ ყოფილან. მათ არც ხანები, ბეგები და არც თავადები არ ყოლიათ, თუმცა მაინც შეიმჩნეოდა გარკვეული ტენდენციები, მაგრამ ასეთ ტენდენციებს თემი ძირშივე სპობდა. ინგუშეთში ქონებრივი დიფერენციაცია და პატრიარქალური მონობა არსებობდა. პატრიარქალურმა მონობამ მე-19 საუკუნემდე მოაღწია. ხშირად ძლიერი გვარები, ტაიპები შედარებით სუსტ გვარებს იქვემდებარებდნენ, ზოგჯერ ითვისებდნენ მათ საქონელს, მიწებს და სხვა. ინგუშეთის მთის საზოგადოების მთავარ ფიგურას თავისუფალი მეთემე წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ორგანო იყო სასოფლო თემი. მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საოჯახო ურთიერთობებში შემორჩენილი იყო დიდი ოჯახი, პატრონომია, მრავალცოლიანობა. დიდი ოჯახები უფრო მეტი რაოდენობით მთაში არსებობდა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი მოგზაურის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ ინგუშეთში იშვიათი არაა დიდი ოჯახი, რომელშიც 10-მდე მამაკაცია. საერთოდ ინგუშური დიდი ოჯახი 20-40 სულისგან შედგებოდა. ჩვეულებრივ, როგორც კავკასიის სხვა ხალხებში, ინგუშებშიც ოჯახის მეთაურს ასაკით უფროსი მამაკაცი წარმოადგენდა. პატრონომიის წევრები ერთმანეთს ეხმარებოდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს, ქორწილისა და დაკრძალვისას. ნათესავებს შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა უხუცესი, რომლის მონაწილეობის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წყდებოდა. მოგვიანებით ოჯახების რაოდენობის ზრდამ, პატრონომიების რღვევა და ახალი პატრონომიების წარმოქმნა გამოიწვია. ასე დამთავრდა ინგუშური გვარსახელების ფორმირების პროცესი, რომელიც რამდენიმე მონათესავე პატრონომიას აერთიანებს. ინგუშებში ქორწინება ეგზოგამიური იყო, რაც მათი ყოფისთვის დღესაც დამახასიათებელია. სისხლის მიერ და არასისხლის მიერ ნათესავებს შორის საქორწინო კავშირები მერვე და მე-12 თაობამდეც იკრძალებოდა. გარდა იმისა, რომ მოგვარეზე ქორწინება აკრძალული იყო, იკრძალებოდა ის დედისა და ბებიის გვარის ადამიანზეც. დასაქორწინებლად საჭირო იყო არამხოლოდ მამის, არამედ პატრონიმიის უხუცესის თანხმობაც. საინტერესოა ბავშვისთვის სახელის დარქმევის წესშეულება. პირველი ვაჟისადმი მიძღვნილ ლხინზე სახელს ნათესავი მამაკაცები არქმევდნენ. ისინი კოჭს აგდებდნენ, ვისაც კოჭი ალჩუზე დაუჯდებოდა, სახელსაც ის დაარქმევდა. მუსლიმურ სახელებთან ერთად გავრცელებული იყო ძველი ინგუშური სახელები, რომლებიც ძირითადად ცხოველთა და მცენარეთა სახელწოდებებიდან მომდინარეობდა. ბორცი, გამიში, ცოგოლი, ნოჩი და ასე შემდეგ. ხშირად სახელებს რომელიმე გამორჩეული ადამიანის საპატივცემულოდაც არქმევდნენ.
სისხლის აღება მთელი გვარის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ პირველ რიგში ის ახლო ნათესავების, პატრონიმიის წევრების საქმე იყო. ხშირად შურისძიება წყლობით გრძელდებოდა და ის თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ინგუშეთში სრული სისხლის გადასახადი დაახლოებით 130 ძროხა იყო. ასეთ შემთხვევაში ახლო ნათესავები 8 ძროხას იხდიდნენ. ყველაზე შორეული ნათესავები კი თითო თხას. გარდაცვლილის დაკრძალვაში მთელი გვარი მონაწილეობდა. დიდ გვარებს პატრონიმიულ ნაწილებად დაყოფილი ცალკე სასაფლაო ჰქონდათ. წარსულში, როდესაც ინგუშები ნახევრად წარმართული და ნახევრად ქრისტიანული რწმენა წარმოდგენების მიმდევრები იყვნენ, დაკრძალვის ცერემონია თითქმის ისეთივე ჰქონდათ, როგორც ქართველ მთიელებს. მაგალითად, აწყობდნენ დოღს, ისროდნენ მიზანში. ინგუშეთში არსებობდა აკლდამაში დაკრძალვის, ანუ მიწის ზედა ნაგებობაში დაკრძალვის ტრადიცია. ინგუშები აკლდამას მალხკაცს, ანუ მზის სამარეს უწოდებდნენ. ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სტუმართმოყვარეობა. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაეკიცხებოდა და თემის მიერ როგორც დანაშაულებრივი აქტი ისე ფასდებოდა. სტუმართმოყვარეობის ტრადიციის დარღვევა ინგუშეთში ფაქტობრივად არ ხდებოდა. სტუმართმოყვარეობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა. გავრცელებული იყო ძმადგაფიცვა. დღეს ინგუშები სუნიტი მაჰმადიანები არიან, მაგრამ ეს სარწმუნოება მათ ქვეყანაში საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გამტკიცდა. ინგუშეთში შემორჩენილია ქრისტიანობის მრავალრიცხოვანი ძეგლები. ინგუშების მთებში ჯერ კიდევ მე-17-18 საუკუნეებში მოსახლეობა ქრისტიანობას აღიარებდა. შემორჩენილია ისეთი ტაძრები, როგორიცაა თხაბაერდი, ალიერდი, თარგიმი და სხვა. ისლამი ჯერ ბარში, შემდეგ მთაში ჩეჩნეთიდან შევიდა. მისი გავრცელება მე-16 საუკუნიდან კი დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ნელა იკიდებდა ფეხს ინგუშეთში. შუა საუკუნეებში რწმენა წარმოდგენები ტოტემიზმის, ანიმიზმის, მაგიის ფორმის იყო. ხდებოდა საოჯახო, გვაროვნული და აგრარული კულტები. მთაში სოფლების მახლობლად და ძნელად მისადგომ ადგილებზე მფარველი ღვთაების საპატივცემულოდ ქვის სალოცავები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო მოსავლის მფარველის მიაცელას კულტი. ინგუშებს სწამდათ, რომ მიაცელაზე იყო დამოკიდებული ბავშვების დაბადებაც, საქონლის გამრავლება და ასე შემდეგ. ყოველწლიურად ივნისის ბოლოს მიაცელას მსხვერპლს სწირავდნენ. ინგუშთა მუსიკალურ შემოქმედებას ბევრი რამ აქვს საერთო მეზობელი ხალხების შემოქმედებასთან. ყველაზე გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტი იყო სამსიმიანი ფანდური, იგივე პანდირი. სიმღერებს მუდამ თან ახლდა ცეკვები. სიმღერებთან ერთად ინგუშურ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნართულ ეპოსს, სხვადასხვა ლეგენდებს, გადმოცემებს, ზღაპრებს და ასე შემდეგ. ინგუშებს საუკუნეების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ მთიელებთან. ქართულ-ინგუშური გაცხოველებული ურთიერთობის დამადასტურებელია ინგუშეთში ქართული ქრისტიანული ძეგლების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ინგუშეთიდან საქართველოში და პირიქით. ეს ურთიერთობები კულტურათა და ტრადიციათა გაცვლა-გამოცვლაში გამოიხატებოდა და რასაკვირველია ხშირი იყო არაძალადობრივი ბუნებრივი ასიმილაციის ფაქტებიც. ამიტომაც ალბათ არავის გაუკვირდება, რომ დღეს საქართველოში არსებობს მთელი რიგი ინგუშური წარმოშობის გვარები, როგორიცაა მაგალითად ხამხაძე, ღლიღვაშვილი და ასე შემდეგ. და ბოლოს მინდა ვახსენო ლეგენდარული ინგუში დისიდენტი და მწერალი, ქართველი ხალხის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი ისა ქოძოევი, ანუ ისა ქოაოზი. საინტერესოა, რომ ისა სწორედ რომ პრიგოროდნის რაიონში, ანუ ოსების მიერ მიტაცებულ ინგუშურ მიწაზე, სოფელ ანგუშჩია დაბადებული და სტალინური ტირანიის წყალობით ბავშვობა გადასახლებაში ყაზახეთში აქვს გატარებული. ისა თავიდანვე საქართველოს დიდი გულშემატკივარი იყო.
იგი საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და მისალოცის სიტყვით მიმართა ქართველ ხალხს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან. დღესაც 86 წლის მხცოვანი მოღვაწე ყოველ თავის საჯარო გამოსვლაში დაუღალავად ქადაგებს ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობაზე. მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ისას ასეთი სიყვარულისთვის და ქართველი ხალხის სახელით ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხან სიცოცხლე. მე დღეს ამ ამაღლებულ ნოტაზე გემშვიდობებით, თქვენ კი გთხოვთ არ დაიშუროთ კომენტარები და მოწონება ამ ვიდეოსთვის, ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შევხვდებით მომავალ გადაცემაში.